პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ სიმშვიდით ხვდებით იმას, რომ მართულ ხალხები გადმოიწია, მართულ ხალხებმა გადმოიწია საქართველოს რამდენიმე ადგილას და მინდა ამას გამოვეხმაუროთ. რა თქმა უნდა, იმ ხალხისთვის, ვისაც წაართვეს წყაროს წყალიან, საძოვარიან, მიწა, ვენახი, მე ვიყავი ღვინის ფესტივალზე გორში და ვნახე ოჯახი, რომელსაც წაართვეს რამდენიმე ათეული ჰექტარი ვენახი, როგორც თვითონ მომიყვენ. ძნელია მათთვის ამას ჭიდად შეხვდნენ და მე მათი მშვენივრად მესმის და ალბათ პრემიერ-მინისტრიც მათ გაუგებს. მე დღეს ვიყავი განმუხურში ამ წარმოუდგენელ ლამაზ 64-ის კუთხეში საქართველოში, სადაც ბოლო წლებში ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ძალიან ბევრ რუსულ რუკაზე. განმუხური ეს საოცარი ადგილი მონიშნულია როგორც აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორია და მინდა ყველას უთხრა, რომ თუ რუსები შემდეგ ნაბიჯად გადმოწევენ თავის მართულ ხალხებს და მოიქცევენ შიგ ამ აყვავებულ განმუხურს, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი და უბრალოდ როგორც საქართველოს მოქალაქე ამას შვიდად ვერ შევხედავ და ვერ შევხედავ ყველა შვიდად ვერავის, ვინც ამას შვიდად შეხედავს. რა თქმა უნდა, მე არავის არ მოუწოდებ ომისკენ, მით უმეტეს რუსეთთან ომისკენ, მაგრამ ჩვენ ბევრად ნაკლები დრო უნდა ვხარჯოთ საერთაშორისო არენაზე ერთმანეთთან დასაპირისპირებლად და ყველამ ერთად ხელები უნდა ჩავკვიდოთ ერთმანეთს იმისათვის, რომ მართულ ხალხები მეტად აღარ იმებოდეს ჩვენ ტერიტორიაზე. ამავე გამოსვლაში მე მოვისმინე ის, რომ რუსეთი აგრესორია, ეს მისასალმებელი და სწორი თეზისია, მაგრამ იმავე დროს გაიჟღერა, რომ ქართულ ხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ომზე. მინდა ვთქვა 2-20 სიტყვა პასუხისმგებლობაზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მე მეკისრება პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა, მე ვისაუბრებ იმაზე, თუ რა სახის პასუხისმგებლობა ეს. პასუხისმგებლობა ჩვენი არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჰქონდა და აქვს რომელაშვილების ოჯახს, რომელსაც მე ვესტუმრე გდანში, თბილისში. გიორგი რომელაშვილი დაიღუპა ამ ომში, მისი ძმა აგრძელებს ფორმაში სამსახურს, მისი მამა დაკავშირებულია შეიარაღებულ ძალებთან, მათ მითხეს, რომ ისინი გზდომენ პასუხისმგებლობას თავის დაღუპულ შვილზე, თავის დაღუპულ ძმაზე და ისინი პასუხისმგებლობით განაგრძობენ საქართველოს სამსახურს. მე ვნახე გიორგი ანწუხელიძის დედა რამდენიმე დღის წინ ქვემო ალვანში და მე ძალიან კარგად ვიცი როგორი ქალბატონია ეს და როგორ პასუხისმგებლობას გძობს. მას ერთხელ არ წამოუკნესია ჩემთან ამაყად მომიყვარ თავის ნაეცებზე, თავის ოჯახის წევრებზე, მათ შორის ქალებზე, მათი ოჯახი და რომელთაც ჩაიცვეს ფორმა გიორგის დაღუპვის შემდეგ, იმიტომ რომ ისინი გზდომენ პასუხისმგებლობას საქართველოს და მის მომავალზე. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ყველანი მივესალმებით. მე კატეგორიულად ვარყოფ, რომ საქართველოს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს 2008 წლის ომზე და მე მინდა სრული კატეგორიულობით გითხრათ ბატონო ბიძინა. იმედია რომ თქვენ დაუფიქრდებით ამას, ამ საკითხს. პასუხი დაუფიქრდებით ამ საკითხს, იმიტომ რომ ვინც ამას ამბობს, ან არ უყვარს საქართველო, ან აქვს სხვა სახის პრობლემები, არ არის შეკრული საქართველოს წერთან. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ახართ შეკრული საქართველოს წერთან. იმედი მაქვს, რომ თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას ასევე საქართველოს მომავალზე და იმ დაღუპული მებრძოლების წინაშე, რომელთაც გადაარჩინეს ქართული სახელმწიფოებრიობა.